მიწის მასით დაფარული 58 ჰექტარი ტერიტორია და სოფლიდან გაყვანილი 45 ოჯახი გეოლოგების წინასწარი დაასკვნა, რომ ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში ძველი მეწყრული უბნების გააქტიურება მოხდა, რასაც მეწყერის ჩამოწოლა მოჰყვა. ტერიტორიაზე საფრთხეები ჯერ ისევ არსებობს, რადგან სპეციალისტების შეფასებით მეწყრული კერები კვლავ აქტიურია. შესაბამისად, ზარალი სულ უფრო იზრდება და იმატებს დაზიანებული სახლების რაოდენობა. სტიქიის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა. მეწყერ საშიში ზონაა სოფელ კურსების ორი უბანი, საიდანაც ყველა მოსახლე უკვე გაიყვანეს. გეოლოგების საბოლოო დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი ოჯახი შეძლებს სოფელში დაბრუნებას. მანამდე კი დაზარალებულები სასტუმროებში არიან განაწილებულები. კურსებში მეწყრული პროცესები გუშინ გამთენიისას პირველად გააქტიურდა, თუმცა გეოლოგიური რისკების გამო წლების წინ დასახლებიდან რამდენიმე ოჯახი გაიყვანეს. ჩვეულებრივ ახლა ეს სახლები ძირს რაც არის, ესენი იდგა კიდე ფეხზე. ასე რომ ვთქვათ, ესენი. ხოდა დაახლოებით ასე 5 საათი იყო, რომ წავედი მე მანამდე აქედან უყურებდით რომ ამ სიტუაციას. გაგრძელებულა როგორც ეთქვა. სოფელ კურსებში სტიქიის მეორე დღეს მეწყრული პროცესი კვლავ აქტიურია. 10 დანგრეული სახლი, დამეწყრილი ეზოები და სახნავ სათესი მიწები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილები. ასეთია ვითარება ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში. მეწყერმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურასა და მოსახლეობას. გამოდით გარეთ, იგი მოდის რა ქვია ღვაწობი. და ჩვენ რა ვქენით, ჩვენ თვითონაც 10 ფეხმატო ვალინკები გვეცვა, ტიტველი ფეხები. ესე კუთხეს წაცეთხელი, გამევიქეცით, წავუყვაით იქით სკოლა არის. იქითკენ ვიყავით იქინე იმდენი ხანი. დილამდე ზოგადად და დილა. მე ამ გეისახლე ქია კაკას, მაგრამ ის არის ერთი გოჩა, მაგე ისიც პერიოდი არის. რომ მისი სახლია თლამიწაზე გასწორებული. როდესაც მისმე ჩვენ აყოფილა და იმნაირ მდგომარეობა ეგრე ხო ხედავთ იმას. იქინე ცხოვრობდა მაგეის უყოლა ის გოჩას ყველა სახლები დანგრეულია მოკლედ. ავით გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით პირველადი შეფასებით სოფელ კურსებში ადგილი აქვს ძველ მეწყრული მონაკვეთის რეაქტივაციას. გეოლოგი ანრი ნამიჭეიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია. სტიქიის ზონაში საველე საფეხმავლო გეოლოგიური დაკვირვებები და დრონით მონიტორინგი მიმდინარეობს, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილების დინამიკა და ზონები. წინასწარი შეფასებით ადგილი აქვს ზონეწყლის სხეულის რეაქტივიზაციას, მიმდინარეობს საველე საფეხმავლო გეოლოგიური დაკვირვებები და დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილების დინამიკა და რისკის ზონები. ამ ეტაპზე მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და ვაგრძელებთ გეომონიტორინგულ დაკვირვებას. როგორც თქვენ აღნიშნეთ, კითხვა დამისვით, დაახლოებით 58-60 ჰექტარზეა საუბარი და ამ ეტაპზე ადგილზე ვრჩევით, რათა სხვა მოსახლეობას თუ პირამე საფრთხე შეექმნება, შესაბამისი ღონისძიებები განვატაროთ. მეწყრის შედეგად დაზარალებულ ტყიბულის სოფელ კურსების მოსახლეობას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. 45 ოჯახი, დაახლოებით 106 ადამიანი ქუთაისსა და ტყიბულში მდებარე სასტუმროებში არიან გადაყვანილი. ვერ მივდივართ იქამდე, რაც ვართ ახლა საშინაო დასასვით გამოსულები, ასე ვართ. ხო, ამ ხედვით და ერთი მანქანა გვყავდა კიდე, სხვა ყველაფერი დარჩა, ახლა იქ სული პირველ ტყიგენი სადრა არის, არაფერი არ ვიცით და ერთი მანქანა გვყავს, ახლა გზაზეა იქნა დარჩენილი და იმის გამოყვანა გვინდა. რამენაირად შეიძლება რომ დავეხმარონ და ეს მანქანა გამოგვიყვანა, მეტი არაფერი არ დაგვრჩა. დავიწყეთ დღეს მოსახლეობასთან შეხვედრები. მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანი მთავარი არის ის, რომ გავაცნოთ უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონაში, რა ვითარებაა. გეოლოგები ეტაპობრივად გვაწვდიან ინფორმაციას და ჩვენს შესაბამისად ინფორმირებული ყავს მოსახლეობა. მეორე მიზანი იყო უკვე შეგვეინახა ჩვენი თვალით რა პირობებში არიან, რამდენიმე საკითხით მოგმართეს, რა თქმა უნდა მივიღეთ, ავაკეთებთ ახლა შესაბამის რეაგირებას და უმოკლეს ვადებში ეს საკითხიც იქნება მოგვარებული. სტიქიის ზონაში კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები და შესაბამისი ტექნიკა. სოფელში მოწყობილია საკოორდინაციო შტაბიც. მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი. ადგილზე ვითარება ისევ რთული არის. ადგილზე რჩებიან გეოლოგები, რომლებიც კვლავ ახორციელებენ სრულ მონიტორინგს. უნდა დაველოდოთ გეოლოგების დასკვნას, რომლის შემდეგაც გახდება ჩვენთვისაც ცნობილი, რა დროის შემდეგ შეიძლება მოსახლეობა თავიანთ ტერიტორიებზე შესვლას. ადგილზე მონიტორინგს ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 24 საათის რეჟიმში, ასევე მოგეხსენებათ, რომ საგანგებო შტაბი არის შექმნილი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
რამდენიმე შესვლის მცდელობა იყო მოსახლეობის მხრიდან და მათ მოუწოდეთ რომ დაემორჩილონ სამართალდამცავებს, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში 12 მარტს მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული პროცესები დაახლოებით 58 ჰექტარ ფერდობზე განვითარდა. მეწყერმა ასევე დააზიანა ქუთაისი ტყიბული ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი, სადაც გადაადგილება ამ დრომდე აკრძალულია. აქტიური მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე, მოსახლეობის გადაადგილება აკრძალულია სოფელ კურსების მიმდებარე ტერიტორიაზეც.